ეს ფრანგული მამული განსაკუთრებულია. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ისიც კი ახსოვდეს და ეს იმიტომ, რომ აქ უკვე ვიყავით 7 წლის წინ. და ამ ადგილის სიღრმისეული კვლევის შემდეგ აღმოვაჩინეთ უზარმაზარი ისტორია, რომელიც აქამდე არ შეგვიმჩნევია. ამიტომ უბრალოდ უნდა დაუბრუნებულიყავით და ისევ გადაგვეღო. ველოდით ნანგრევებს, ან იქნებ რემონტსაც კი. მაგრამ არა, როცა მივედით, ყველაფერი ღია იყო, ყველა კარი დაუკეტავი, თითქმის ზუსტად ისეთი, როგორიც 7 წლის წინ იყო. თითქმის 20 წელია, აქ არავის უცხოვრია და ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს არავის შეხებია. რაც უფრო ვათვალიერებდით, მით უფრო უცნაური ხდებოდა ყველაფერი. იმიტომ რომ ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობდა, ჩვეულებრივი ხალხი არ იყო და მათგან უკანასკნელი თითქმის შეუძლებელს დასდევდა. ამ ოთახებში ნამდვილი საიდუმლო იმალება და ამჯერად ვფიქრობთ ბოლოს და ბოლოს გავიგეთ რა მოხდა აქ სინამდვილეში. შევიდეთ შიგნით. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ კვლევით და ამ სახლის ჩვენებით, რადგან ჩემთვის ეს ნამდვილი ნოსტალგია აქ დაბრუნება. და ამ ადგილის ისტორიის შესახებ კიდევ უფრო მეტი გავიგე და ახლა ვიცი, რომ ამ ოჯახის ისტორია 1629 წლიდან იწყება. აქ ცოტა ხრაშუნი გავიგონე, იმედი მაქვს ჩემს წონას გაუძლებს. მაგრამ დღეს ამ სახლშიც და ბაღშიც გაგატარებთ. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახის ისტორიისთვის. და ყველაფერს კი ამბობთ მორელის ოჯახზე, რომელიც აქ 4 საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა. სანამ ბოლო ადამიანი პატონი ეტიანი ამ სახლში გარდაიცვლებოდა. ცხოვრება ისეთი მშვენიერია. და ამავე დროს უსასრულოც. ჩვენ ყველამ უნდა დავთქვეთ თითოეული ძამით. და იმედი მაქვს, რომ ამას გაჩვენებთ იმ ვიდეოებით, რომელსაც ვიღებ და იმ თავგადასავლებით, რომლებშიც წაგიყვანთ. გარისკე, წადისადმე, სცადე რაღაცა ახალი. გეუბნები ღირს. არ ღირს სახლში დარჩენა. გესმოდა ეკლესიის ზარები. ეს საოცარი იყო. კარგი, უბრალოდ დავიწყებ. შეხედეთ ბაღს, რომელშიც ეხლა ვიმყოფები. ეხლა დაახლოებით ნაშუა დღევის 4 საათი და 30 წუთია. და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ცხოვრობდა აქ ეს ოჯახი და ალბათ რატომაც დარჩნენ აქ 400 წლის განმავლობაში. რადგან ეს ადგილი, ჩემი აზრით, უბრალოდ შესანიშნავია. პირველი შენობა, რომელსაც აქ ვხედავთ, რაღაც სახის დამხმარე ნაგებობაა. აქ შესანიშნავი ფარანია. ალბათ მათი ძველი ცხენისედლების ბორბლები აქ არის დატოვებული. ეხლა შევიხედავ ამ ბეღელში. არის რამე, რაც ჩემს წინა დათვალიერებაზე გამომრჩა. აქ ბევრი ღვინის ბოთლია დარჩენილი. ათობით და ათობით ცარიელი ღვინის ბოთლია. კარგი. ასევე ბევრი ხელსაწყოც. მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ჩვენს ამბავს მნიშვნელობას მატებს. ჰეი, შეხედე ამას, იქ კი ძველი სახეხი ბორბალიცაა. აქ ამავს წყლით ავსებდი, მერე ამ ბორბალს ატრიალებდი და კი დანებს და მსგავს ნივთებს ლესავდი. ყველაფერი ხელით ტრიალდება. ვინც დაინტერესებულია იმ ვიდეოთი, რომელიც აქ ჩემს ძმასთან ერთად 7 ან შეიძლება უკვე 8 წლის წინ გადავიღე, აქ ზემოთ დავამაგრებ ბუმულს. ეს ჩემი ძვირფასი ძმა, რომელიც ჩემთან ერთად იყო. ჩვენ საფრანგეთში საოცარ მოგზაურობაში ვიყავით. ეს 2019 წელი იყო. მგონი ეს 2019 წელი იყო, ან შეიძლება 2018-იც კი. ბერდები. წელს 29 წლის ვხდები. ვერ ვიჯერებ ამას. მაშინ კი უბრალოდ 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. მე ძალიან მომწონს ის ფარანი, რომელიც აქ აქვთ. უბრალოდ ასე აქ ჩამოკიდებული. თუ სახლში მანქანით დაბრუნდები, გააჩერებ მანქანას შენი ავტოსაფარის ქვეშ. და მერე ხო უბრალოდ ანთებულია საღამოს. გულისხმობ, მე ვიყიდდი ამ სახლს აქ. ალბათ თქვენც იგივეს გააკეთებდით. ასე რომ
და აქაც ჰქონდათ პატარა დასასვენებელი ადგილი, რომელიც ეხლა მთლიანად სუროთია დაფარული. ეს არის წინა ჭიშკარი, რომლითაც ახლახან შევედი ამ საკუთრებაში. კარგი. ხო ესე. უბრალოდ მინდა რომ გაგატაროთ ამ ადგილას გაჩვენოთ უკანა ბაღიც, შემდეგ კი სრულად დაგათვალიერებინოთ ეს შესანიშნავი მამული აქ. მაგრამ ასევე შევნიშნე და წინა ჯერზე ეს ნამდვილად არ გამომიკვლევია, არის ეს მსახურების სახლი, ეს დამხმარე შენობა აქ. ზუსტად არ ვიცი. ეს მსახურების სახლი იყო თუ არა. თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ამ ხალხს იმ დროს მსახურები ჰყავდათ. ხედავ, რომ ფანჯარა ეხლა ფართოდ არის გაღებული. მოდით სწრაფად შევიდეთ შიგნით. უფრო კარიბჭის სახლს გავს, მაგრამ აშკარად ციხესიმაგრე არ არის. და ყველაფერი ჯერ კიდევ სრულად არის მოწყობილი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ხო, ასე რომ ალბათ კარის მცველი ან ვინმე ვინც ამ ტერიტორიაზე მუშაობდა, ცხოვრობდა სწორედ ამ პატარა სახლში, რომელიც მთავარ მამულთან ახლოსაა. არა, ბოდიში ის არ არის მიმაგრებული. ჩაშენებული კარადა, ძალიან უშნო ფილები ჭერზე. რატომ აგრძელებენ ხალხი ამას? გულისხმობ, ეხლა ამას აღარ აკეთებენ, მაგრამ ადრე მაგალითად ლამას თეთრ ჭერს ამ უშნო სტიროფონის ფილებით ფარავდნენ. ვაუ, ეს ძალიან ვიწრო კარია. შეხედე ამას. ეს აქაც კი არ ეტევა. ჰეი, რა მაგარი ოთახია, სადაც შევედით. ვაუ. ხო, ეს ნამდვილად პატარა საგუშაგო სახლია კარის მცველისთვის ან მსახურისთვის, რომელიც ადრე ამ ოჯახში მუშაობდა. ეს ოჯახი კი ალბათ აქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა. აქ ამ საკუთრებაში კარის მცველი ჰყავდათ. მათ ძალიან ლამაზად დახატეს ბუნების სცენები, როგორც ხედავთ, იმ დროს, როცა აქ იყვნენ. რამდენად ბევრი სამუშაო იქნებოდა კარის მცველობა. ანუ შეგიძლია ეზოს მიხედო, ალბათ სახლში ცოტა იმუშაო, მაგრამ არ ვიცი. და ალბათ აქ უფასოდი ცხოვრობდნენ მაშინ. პატარა პურის ხუმელია აქ უკანა მხარეს. ლამაზი თუჯის ხუმელია აქ წინა მხარეს. და რა თქმა უნდა, მის გვერდით ერთ-ერთი იმ ტიპური რბილგადაკრული ფრანგული სკამია. და შემდეგ ძალიან დიდი კარადა. ეს სინამდვილეში საკმაოდ კარგი სახლია, რომელიც იმ მთავარ სახლთან გვერდით მდებარეობს. ასევე ეს სკამი აქ. ზედ ძალიან კარგი ქსოვილებია. კარგი. ვაუ. და აქ გვაქვს სახლის წინა ნაწილი. სრულიად ულამაზესი ქონება, რომელიც აქ დგას. არ გეხუმრებით 1639 წლიდან. ეს თითქმის 400 წელია უკვე. და ამ მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა აქ. ძნელად მჯერა, რომ შეიძლება 400 წლიანი ისტორია ჰქონდეს. მაგრამ კი, ჩვენ ამას აქვე ვხედავთ, ეს შესაძლებელია. და სამწუხაროდ ზოგჯერ ის ინგრევა. და ეს არის ამ რეალობის საბოლოო შედეგი. მოდით ვისაუბროთ იმაზე, ვინ ცხოვრობდა აქ, რადგან ისტორია ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოდესმე გვეგონა. კარის ზემოთ შევამჩნიეთ ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია 1639 წელი. თუ ამას შევადარებთ, 1639 წელს საფანგეთს ჯერ კიდევ ლუი მე-13 მართავდა. და იგივე ოჯახი ამ ადგილს თითქმის 400 წლის განმავლობაში ფლობდა. მორელები. მაშინვე შეამჩნევთ, რომ ისინი გლეხები არ იყვნენ. არსებობს რვეულები, სავსე ფრანგული სამოქალაქო სამართლით, კონტრაქტებით, ვალდებულებებით და კომპანიის შექმნის წესებით. ვიღაც აქ იურისტი იყო. იურისტები და მუსიკოსები. განათლებული ადამიანები თაობიდან თაობამდე. მაგრამ ის, ვინც ბოლოს მემკვიდრეობით მიიღო სახლი, ტრადიციას გადაუხვია. ის იყო ეტიანი, ქიმიკოსი. პარიზში კარიერის აშენების ნაცვლად ის სახლში დაბრუნდა და საოჯახო სახლი კერძო ლაბორატორიად გადააქცია. მას ერთი აკვიატება ჰქონდა, ის სურნელი. იმისათვის, რომ დაეჭირა ის სრულყოფილად ზუსტად ისე, როგორც ბუნებამ შექმნა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეტიანის ნამუშევარს მართლაც ჰქონდა მნიშვნელობა. მისი წვლილი არაერთ რეალურ აღმოჩენას დაედო საფუძვლად სუნამოების სამყაროში.
და დიდი ალბათობაა, რომ სუნამო, რომელსაც დღეს იყენებთ, რაღაცით მაინც ვალშია იმასთან, რაც ეტიანმა 100 წელზე მეტი ხნის წინ იმ სიმსახში შეიმუშავა. ეტიანი აქ ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა, ჯერ კიდევ 1800-იან წლებში, მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. მის შემდეგ ეს ადგილი კიდევ ცოტა ხანს გამოიყენებოდა, თუნდაც როგორც პატარა მუზეუმი. მაგრამ 2009 წელს აქ სიჩუმე ჩამოვარდა. ერთადერთი კვალი, რაც დარჩა, არის წერილი, რომელიც ქალს სახელად სელინ გიზეა მისამართებული. რა მოხდა აქ იმ ბოლო 10 წლეულებში და რა დარჩა აქ ზუსტად ასე, ჩვენთვის ჯერ კიდევ საიდუმლოა. კარგით, წავიდეთ ბაღში უფრო შორს. ამიტომ ადამიანები, ვინც პირველად დასახლდნენ აქ, ისინი უბრალოდ ჩვეულებრივი გლეხები ან მსგავსი რამ არ ყოფილან. ესენი იყვნენ მაღალგანათლებული ადამიანები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და ისინი, როგორც მათ ფრანგულად უწოდებენ, ფრანგულად მათ განათლებულ ადამიანებს უწოდებდნენ. და განათლებულები ნიშნავდა ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტებში სწავლობდნენ და საკუთარ თავს განათლებულად მიიჩნევდნენ, განსხვავებით ჩვეულებრივი კლასისგან. მაგრამ ამ მამულში მართლა ასე იყო. და ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, ზოგადად ან იურისტებად მუშაობდნენ, ან ალქიმიკოსები იყვნენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც მოგვიანებით ცხოვრობდნენ ამ სახლში, აქ იყვნენ ქიმიკოსები, ალქიმიკოსები და მსგავსი ადამიანები. მიყვარს ეს მამული ასევე აქ უკანა მხრიდან, სადაც ის უზარმაზარი ბუხრები ჩანს. შეხედე იქით, ეს ეკლესიის კოშკია და აქაც არის კიდევ ერთი კოშკი ეზოში, რომლის დანიშნულებაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. იქნება ეს დაკავშირებულია რამე სხვასთან, რაც აქამდე არ გვინახავს. მოდით სწრაფად შევიხედოთ შიგნით. ხო, ასე რომ ამ ეტაპზე ეს რაღაცა საწყობის ტიპის ნაგებობას გავს. კარგი, ხედავ რომ იქ ეკლიანი მავთული კიდია. საინტერესოა. მინდა ავიდე, უბრალოდ მინდა ვნახო, რას ინახავს ეს კოშკი, კარგი? ზოგადად ეს ყველაფერი უბრალოდ მამულის შესაკეთებლადაა. შეგიძლიათ ნახოთ, ესენი პლასტმასისგანაა დამზადებული. მაგრამ თუ შენობის გვერდზე ამას დაინახავთ, იცით ეს. ესენი კონსტრუქციული ელემენტებია, რომლებშიც შიგნით კოჭი გადის, რომ პირდაპირ შენობის მხარდაჭერა მოახდინოს და მისი ჩამონგრევა თავიდან აიცილოს. კარგი, ავიდეთ უფრო მაღლა. ღმერთო არ არსებობს. არ ველოდი, რომ აქ ესეთ რამეს ვიპოვიდი. ვინც არ იცის, რას უყურებთ ახლა, ეს სინამდვილეში ჩიტების სახლიაო. და კი, ასეთებს ზოგ ციხესიმაგრეშიც ნახავდით. მე მინახავს რამდენიმე ციხესიმაგრე და რამდენიმე დიდი მამული საფრანგეთში, რომლებსაც ბაღში ესეთი კოშკები აქვთ. შემდეგ ჩიტები მოვიდოდნენ და აქ ბუდობდნენ. ეხლა ვხედავ, რომ ამ კოშკში არც ერთი ჩიტი არ ბუდობს, მაგრამ ალბათ ეხლა ჩიტებისთვის ბუდობის სეზონი არ არის. ვაუ, არ ველოდი, რომ ესეთ რამეს ვნახავდი და აგრეთვე შეხედეთ სახურავის სტრუქტურას. ის ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაშია, სასიამოვნოა ამის ნახვა. ცოტა გაოცებული ვარ, რომ ეს ასე ვიპოვე. 7 წლის წინ, როცა პირველად ვიყავი აქ, არ მინახავს, რომ ეზოში ასეთი დიდი ჩიტების კოშკი ყოფილიყო. ჟურნალებია ესენი, რომლებიც კედელშია გაჭედილი. ესენი 1954 წლიდან. როგორც ხედავთ, მოდი ყურადღება მივაქციოთ ამას. სპექტაკულარ. ვაუ, სპექტაკულას 12 გვერდი. სპექტაკლი. და კიდევ პატარა ფანჯარაც კი აქვთ, რომ გარეთ გაიხედო. მაგრამ ფიქრობ, ეხლა დროა, რომ სასახლეში შევიდეთ, ის ადგილი გაჩვენოთ და მეტი კი ამბოთ მის ისტორიაზე. გადავწყვიტე, სანამ შიგნით შევიდოდი, ბაღში კიდევ ცოტა გამესეედნა, რომ მენახა, სინამდვილეში რამდენად დიდია ეს ადგილი. რადგან არასდროს მქონია ამ ბაღის მასშტაბის ნამდვილი შეგრძნება. კარგი, აქაც კი ღობე გაქვთ. ვაუ, მათ უზარმაზარი ნაკვეთი ჰქონდათ. ეს ნაკვეთი არის.
უბრალოდ გასაოცარია. მე ამსტერდამში ქალაქში რამდენიმე კვადრატული მეტრისთვის ვიბრძვი და ნახეთ რა აქვთ აქ ხალხს სოფელში. ეს ხომ საოცრება არა? ეს ლამაზი ხეც კი აქვს ეზოში და ელექტროკაყვანილობა, რომელიც რატომღაც პირდაპირ მასში გადის და კიდევ ერთი შესანიშნავი ხე აქვს ეზოში. ალბათ ესეც მაშინვე დარგეს. მათ სახლი 400 წლის წინ იყიდეს და მას შემდეგ აქ დგას. ეს საოცარია. კარგი, შევიდეთ ამ ადგილას და გაჩვენებთ რაღაცას, რაც სრულიად დაუჯერებლად მოვეჩვენებათ. მაგრამ რა იქნება თუ გეტყვით, რომ ეს ადგილი ყოველთვის ღიაა? ამ სახლში ყოველთვის არის შესასვლელი, რადგან დროის განმავლობაში. ეს მთელი კედელი აქვს, რადგან დროის განმავლობაში ეს მთელი კედელი აქვს სახლიდან ჩამოინგრა. შეგიძლიათ ნახოთ ფანჯარა ზევით, კიბე აქვს და ამან შექმნა რაღაცა ბუნებრივი შესასვლელი ამ ქონებაში. აქ შეგიძლიათ ნახოთ კედლის ნარჩენი ნაწილი. ეხლა პირდაპირ კედელს ვეჭიდები, რომ ამ სახლში შევიდე. ვაუ, ეს კიბეებიდან კიბეა. ეხლა ზევით ავალთ, ამას მალე ნახავთ, მაგრამ ჯერ ქვედა სართულს დავათვალიერებთ. მარცხენა მხარეს ბოლოსთვის მოვიტოვებ, რადგან ეს არის ეტიენის სამუშაო სივრცე. მარჯვენა მხარე კი ძალიან ლამაზ სასადილო სივრცეში შეგვიყვანს ამ სახლში. მორელის ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობდა, 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქ ცხოვრობ და ყველა ადამიანი, ვინც აქ ცხოვრობდა, ალბათ ამ დერეფნებში დადიოდა. მე ძალიან მომწონს ისიც, რომ 7 წლის მიტოვების შემდეგაც კი ეს ქონება მაინც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ვგულისხმობ, მინა არ არის გატეხილი, არ არის ვანდალიზებული, არ არის გრაფიტით დაფარული, ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ჭაღები ისევ აკიდია. და ეს არის ის, რაც ძალიან მომწონს, როცა ასეთ მიტოვებულ ქონებებს პატივს სცემენ, რადგან ეს ადგილი, გულწრფელად რომ თქვა, საკმაოდ ცნობილია. აი ესეა. ბევრი ადამიანი ყოფილა აქ თავისი არსებობის განმავლობაში. ლამაზი ბუხარი დგას აქ კუთხეში, ოთახის შუაში. ეს მარმარილოს ბუხარია. არა, ეს ქვის ბუხარია, როგორც ჩანს. მართლა. ვაუ. აქ რამდენიმე ყუთია. და შემდეგ ეს უჯრები, ეს ისეთი ლამაზია. კუთხეში სკამი დგას. ვაუ, ეხლა აქაც კი გვაქვს სამუშაო მაგიდა, სადაც ცოტა მუშაობა შემიძლია. და შემდეგ, რა თქმა უნდა, რა ფრანგული სახლია, ესეთი ერთ-ერთი ესეთი დიდებული სავარძლისა და ამ სახლში არსებული ლამაზად მოპირკეთებული სალონის გარეშე. ვაუ. აქ კედელზეც კი შეგიძლიათ ნახოთ, რომ მათ გამოიტანეს ძალიან ლამაზი შპალერი ამ ოთახის გასაფორმებლად და განსაკუთრებული რომ გაეხადათ. და ეს ამბის პირველ ნაწილზე გადამიყვანს. და ესენია ეტიანის წინაპრები, კაცებიც და ქალებიც. ეტიანი მოგვიანებით ჩნდება. ის დაახლოებით 1900-იან წლებში დაიბადა 1950-ში, გარდაიცვალა 2000 იანების დასაწყისში, მაგრამ მისი წინაპრები, კაცებიც და ქალებიც. ისინი ძალიან იყვნენ ჩართული საღებავების დასამზადებელ ქიმიასა და ქიმიკატებში და 1800-იან წლებში საფრანგეთში საღებავების წარმოება მზარდი ბიზნესი იყო. და ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც გამოიგონეს ყველა ის საღებავი, რაც ტანსაცმლისა და სამოსის წარმოებისთვის იყო საჭირო. და ასევე, რა თქმა უნდა, ფერების, როგორც აქ ხედავთ, შპალერზე და ქსოვილებზე, მაგალითად, ქვემოთ სალონში არსებულ სავარძელზე. ვაუ, რამდენიმე სკამი ჯერ კიდევ აქ დგას. ამ ადამიანებს ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდათ იმ რევოლუციებისთვის, რაც საფრანგეთმა გამოიარა. საღებავების წარმოება არ უკავშირდება არავის. ეს დაკავშირებულია ქიმიკოსებისა და მეცნიერების ჯგუფთან, რომლებმაც ეს 10 წლეულების განმავლობაში განავითარეს და ამ გამოგონებაში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. რაღაც მიზეზით ჩვენ უბრალოდ შევედით საძინებელში, ბოდიში, რაღაც მიზეზით ჩვენ უბრალოდ შევედით საძინებელში და ეს საძინებელი აქ ცოტა უცნაურად ჩანს.
რადგან აქვეა გარეთაკარი და აქვე მისაღების გვერდით გვაქვს საძინებელი. მაგრამ ეს შეიძლება ყოფილიყო საძინებელი, სადაც ეტიანს ეძინა, ხო, ცხოვრების ბოლო წლებში. გულისხმობ, ის არ იყო ისეთი ასაკის, როცა გარდაიცვალა. ასე რომ ვარაუდობ, რომ მას არ ჰქონდა მაგალითად სიარულის პრობლემა ან რამე მსგავსი. აქ დგას ერთი საკერავი მანქანა, როგორც ჩვეულებრივ ასეთ ფრანგულ ადგილებში და ესეც ძალიან მაგარია. შეგიძლიათ ნახოთ, რომ შპალერის უკან გაზეთები აქვთ ჩაგრული, ეს არის ახალი შპალერი. და შემდეგ გვაქვს ძველი შპალერი პირდაპირ მის უკან. შეგვიძლია დავინახოთ, როდის დააკრეს აქ შპალელი, წერია 1975 წელი. ასე რომ ეს რაც აქ ქვეშა, ალბათ ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ის რაც ზემოდანაა. შეგიძლიათ ნახოთ ყველა კაბელი და ელექტროკაყვანილობა, რაც მოგვიანებით დაამატეს. ტავის ნაჭერი, რომელიც ლურსმნებითაა მიმაგრებული ელექტროროზეტების გარშემო, დღეს ალბათ არ დაამტკიცებდნენ ელექტროშემოწმებაზე, მაგრამ იმ დროს ამ ხალხისთვის ეს სრულიად ნორმალური იყო. იქ დგას საწოლის ტუმბო, ყვავილებით და ყველაფრით, რაც ჯერ კიდევ თავის ადგილზეა, საუკუნეების გავლით. იქ წერია საუკუნეების გავლით, ცოტა ხანს უნდა დაუფიქრებულიყავი ამაზე და რა თქმა უნდა, აქაც ლამაზი საქანელა სკამია. ეს ნამდვილად მარმარილოს იტალიური ბუხარია. ყოველთვის გადეხი იმხვდება ასეთ ადგილებში. ვაუ! ეს მაგარი ბუხისპალა. არც ეს სარკე აქ დამტვრეული, ჩანს რომ რაღაცა მუხის ხეა. შვენიერი სარკეა შიგნით და აქ ზემოთ გერბია. შეიძლება ამ ოჯახში იყო 10 წლეულების და 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ სამწუხაროდ სახლსაც ეტყობა ასაკი და დროთა განმავლობაში მისი ნგრევა და ეს ჩემთვის საკმაოდ სამწუხაროა. მაშ, რას ვხედავთ აქ? რა ოთახია ეს? აქ დერეფანში პატარა ფარნიკიდია. ეს რაღაცა სამზარეულოს სივრცეს გავს. აქაც კი შეგიძლია ნახო აზრობილი გაზეთები, რომლებიც 1977 წლისაა. ალბათ თელ სახლს გაზეთებით არემონტებდნენ. ხო. და აქაც არის ნიჟარა. აქაც გაზეთია? არა, ეს უბრალოდ ორნამენტია. კარგი, მეგონა რომ ეს იყო, ანუ მეგონა რომ ეს იყო შპალერი. და აქედანაც შეგიძლია პირდაპირ გარეთ გაიხედო. კარგი, მაგრამ ეხლა ძალიან განსაკუთრებულ ოთახში შეგიყვან. და მჯერა, ხო, ზემოთ საძინებლის გარდა ეს არის ჩემი საყვარელი ოთახი სახლში. და ეხლა ხო ეს კი იყო ეტიანის სამუშაო ადგილი. ის ამას ხშირად აღწერს თავის ჩანაწერებში. ის ამას თავის ოთახად მოიხსენიებს სახლში და ალბათ ეს იყო ოთახი, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებდა. მაშინ როცა მისი მშობლები, ბებია, ბაბუა და ოჯახის ყველა წევრი საღებავების წარმოებითა და კვლევით იყვნენ დაკავებულნი, ეტიანმა ცხოვრებაში სრულიად სხვა გზა აერჩია. მაგრამ ეტიანის სუნამოების კვლევაში ჩაერთო და თავისი ცხოვრების განმავლობაში მრავალი სუნამო შექმნა. და მჯერა რომ მის ჩანაწერებში ასევე წავიკითხე, რომ ის სურნელს იკვლევდა და ცდილობდა როგორ გადმოეტანა ეს ბუნებრივი სურნელი ქიმიურ ფორმაში. და ვფიქრობ ეს მართლაც მშვენიერი მეცნიერებაა, რომლითაც შეიძლება დაკავდე და შენს ცხოვრებას მიუძღვნა. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მისი სამუშაო იარაღებიდან ზოგი აქაც დარჩენილია. მისი ყველა ფაილი, საცდელი, მილები და ყველაფერი, რასაც ის იყენებდა სუნამოების შესაქმნელად და თავისი სამუშაოს შესასრულებლად, აქ არის. ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ეს კაცი აგრძელებდა ცხოვრებას საფრანგეთის სოფლად და არ გადავიდა ისეთ ადგილას, როგორიც პარიზია. აქ მას ჰქონდა სიმშვიდე ბაღი სუნამოების შესაქმნელად, დრო, მშვიდობა და პირდაპირ თავისი სახლიდან მუშაობდა დიდი ლაბორატორიის ნაცვლად. ეს შესანიშნავია. და მან მთელი თავისი დრო ამ ოთახში გაატარა ექსპერიმენტებზე მუშაობაში. ლითონის ჭაღი ეკიდა აქ ჭერიდან ამ შესანიშნავი ხის ნაკეთობებით, რაც აქ ზემოთ ჰქონდა. და აქვე იყო დასასვენებელი ზონაც. უკან ჩაშენებული კარადით.
ჩაშენებული კარადები საფრანგეთში ძალიან ხშირად ხვდები მათ. ყველგან არიან. ამაში უკვე აღარ არის ასე ბევრი. და ისევ რა თქმა უნდა ბუხარი, მარმარილოს ბუხარი. რა ტიპის ოთახი გვაქვს აქ? ვფიქრობ, ეს მისი სამუშაო სივრცის ნაწილი იყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეიძლება სამზარეულოც ყოფილიყო. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ბუხარი ისევ აქ არის, შეშაც ისევ მის გვერდით დევს. და ჩანს, რომ ეს ბუხარი სპეციალურად ამ სახლისთვის ააშენებული წლების წინ. და ის არასდროს შეუცვლიათ. უზარმაზარი ხის კოჭი გადის აქ შენობის სიგრძეზე. და მერე ეს რა არის? კედელში ესეთ პატარა ნიშები მაქვს. ეს სავალი. ვაუ. ხო, ეს ნამდვილად სამზარეულო უნდა ყოფილიყო იმ დროს. მინდა აქაც უკანა მხარესაც შევხედო. ეს მთელი შენობა ეხლა პირდაპირ ინგრევა. ეს ყველაფერი ხის საწყობია და ის საცავი ადგილები, რაც სახლს ჰქონდა. მაშ რატო უნდა მიუძღვნას კაცმა მთელი ცხოვრება ერთი ყვავილის სურნელს? ამის გასაგებად უნდა გაიგო ია. რადგან ისტორიაში ცოტა ყვავილია, რომელიც ასე უყვარდეთ და ამავდროულად ასე შეუძლებელი იყოს მისი სურნელის გადმოცემა. საფრანგეთში ია არასოდეს ყოფილა უბრალოდ ყვავილი. ის თალად ნაპოლეონის საიდუმლო ემბლემა იყო. 1814 წელს, როდესაც იგი გადასახლებაში გაგზავნეს, ნაპოლეონმა თავის მიმდევრებს დაფირდა, რომ იებით დაბრუნდებოდა. და ამის შემდეგ მისი მხარდამჭერები მთელ ქვეყანაში ჩუმად ატარებდნენ ყვავილს, რათა ერთმანეთი ეცნოთ. მისი მეორე ცოლი, მარი ლუიზა, გახდა პარმის ჰერცოგინია და იები თავისი ქალაქის სიმბოლოდ აქცია. მე-19 საუკუნისთვის ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ სურნელად იქცა. მაგრამ პრობლემა იყო, ბუნებრივი სუნამოს წარმოება განსაკუთრებულად რთული იყო. მაშინაც კი როცა ვაჭრობა აყვავების პიკზე იყო და გასის გარშემო მთელი პლანტაციები წელიწადში 100 ტონა ყვავილს გამოხდიდა, დაახლოებით 33,000 კილოგრამი ია იყო საჭირო 1 კილოგრამი ზეთის მისაღებად. ადამიანმა ბევრად გადააჭარბა იმას, რასაც ბუნება შეძლებდა მიეწოდებინა. და ასე 1893 წელს ორ გერმანელ ქიმიკოს, დიმანს და კრუგერს, საბოლოოდ ლაბორატორიაში ხელოვნურად შეუქმნიათ ეს სურნელი ნაერთისგან, რომელსაც იონანი ეწოდება. ეს იყო გარღვევა, რომელმაც თანამედროვე სუნამოების ინდუსტრიის შექმნას შეუწყო ხელი. და მაინც იამ ერთი ბოლო საიდუმლო შეინახა. ზუსტად ის მოლეკულა, რომელიც მის სურნელს ატარებს, ასევე თიშავს ადამიანის ნოსვის შეგრძნებას. შეისუნთქავ მას და წამში ქრება, შემდეგ ნელა ბრუნდება და ისევ ქრება. სუნამო, რომელიც ქრება მაშინაც კი როცა მას ხელში გიჯერავს. ის გამქრალი სურნელი, რომელსაც იმპერატორებიც და ქიმიკოსებიც დასდევდნენ, სწორედ ის იყო, რის დასაჭერადაც ეტიენის სახლში ჩაიკეტა. კარგი, ვცდით ამას. ვცდილობთ ავიდეთ ზემოთ. გონია, რომ ეს არც ისე ცუდია, მაგრამ ის, რომელიც ზემოთ შემდეგ სართულზე მიდის, რომელსაც მოგვიანებითაც გვინდა ავიღოთ, ბევრად უარესია. ეს საერთოდ სტაბილურია, ნახე რამდენად სტაბილურია ეს. უბრალოდ გაიარე ამაზე. არანაირი პრობლემა. კედელშიაც კი ჩამონტაჟებულია აქ. ალბათ, ვგულისხმობ იქ ახლა ღვინის ბოთლია. შეხედე იმ ნახატს, რომელიც აქ ისევ კიდია. როგორ გადარჩა ეს ამდენი ხნის განმავლობაში? ვაუ, შეხედე ამას. ეს პირდაპირ ქალაქის ნახატი ან ფერწერული გამოსახულებაა. და აქ ეკლესია. და შემდეგ ეკლესიის გვერდით. არა, ამ მხარესა. თუ ამ მხარეს, ზუსტად არ ვიცი. აი სახლი, სადაც ეხლა ვიმყოფებით. ეს მართლაც საოცარია. ასე რომ, ვიღაცამ ამ ადგილას ოდესღაც სახლი დახატა. და ხო, ეს არის შედეგი. შეგიძლიათ პირდაპირ უკანა ეზოში ჩაიხედოთ. ანუ ეს ხედიანი ოთახია, ხომ ასეა? მეშინია, მოგვიანებით ზემოთ რომ უნდა ავიდე, ეს საშინელი იქნება. კარგი.
აქაც კი, ბეღელში. ვაუ, ყველაფერი ინგრევა და ყველაფერი იშლება. კარგი, ავიდეთ აქ ზევით და დავაკვირდეთ. შეხედე ამას. ეს ბავშვების საძინებელია. პატარა სასწავლო მაგიდაც კი ისევ აქ დგას. არ ვიცი რა დაემართა ეტიანის ბავშვებს, რადგან ის 2000-იან წლებში გარდაიცვალა. ამ ამბავზე მალე მოგიყვებით. მაგრამ არ ვიცი, მისი შვილები ცოცხლები არიან თუ არა. ალბათ ჰყავდა შვილები, რადგან ჩანს, რომ ამ სახლში სიცოცხლე ტრიალებდა. მაგრამ რატომ არ მოდიან აქ და რატომ დატოვეს ეს სახლი ასე მიტოვებული, ჩემთვის დიდი საიდუმლოა. აქ გვაქვს ჯერ კიდევ გაწყობილი საწოლი და მის გვერდით ლურჯი ღამის ქოთანი. ეს მართლაც შესანიშნავია. და აქ ჭერი სრულიად ჩამონგრეულია. ვაუ! მე ალბათ კიდევ 5 წელს მივცემდი. და მე ეს ფელი სახლი ალბათ დაინგრევა. ჰეი ხალხო. კარადა სავსეა ცუდი თეთრეულით. მოდით დავხუროთ ეს. ხო ესეა. ეს შპალერი ამ ოთახში შესანიშნავია. შეხედე ამას. წავიდეთ დერეფანშიახლავე. აქ ზემოთ საძინებლებს გაჩვენებთ. და დავიწყებთ ჩემი საყვარელი საძინებლით. და ფიქრობ ეს მაინც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საძინებელია მიტოვებულ ადგილებს შორის. ეს ნამდვილად ოჯახის მთავარი საძინებელია. და ეს ძალიან ბევრს ამბობს ამ ოჯახზე. ეს ასახავს ოჯახის ელეგანტურობას, საღებავების წარმოებაში გატარებულ წლებს. ამას ამ ოთახის ფერებში ხედავთ. და ესეც ამ ოჯახის დასასრულამდე მიმიყვანს. მაშ, რა დაემართა ეტიანს? არ ვარ 100% დარწმუნებული ამ სახლის დასასრულში, მაგრამ აქაურ ხალხთან რამდენიმე სოფლის მცხოვრებთან ვისაუბრე და მითხრეს, რომ ეტიანის სახლში გარდაიცვალა 2000-იან წლებში ქიმიური ავარიის შედეგად. და იმ დროს ალბათ 50-დან 60 წლამდე უნდა ყოფილიყო. ანუ რაც მის ცხოვრებას ქმნიდა საბოლოოდ, სწორედ იმან მოკლა. ეს საკმაოდ საინტერესოა. ძალიან წუხვარ მის გამო, მაგრამ ჯერა რომ აქ ცხოვრება მისთვის ძალიან კარგი ცხოვრება უნდა ყოფილიყო. განა, ეს არ არის ყველას ოცნება, რომ ესეც საწოლში ეძინოს. ცუდი ნამდვილად ვერ იქნება. საოცრად კარგად არის გაკეთებული. ფარდები რო ჩამოწიო, შეგიძლია მთლიანად გამოიკეტო. გეგონება ისევ ბავშვი ხარ. ეს პატარა ქოხივითა, რომელსაც შენთვის აშენებ და სადაც შეგიძლია ხამით დაიმალო. საწოლის ტუმბოც ისევ მის გვერდით დგას. რაც იგნებს კითხულობდა ის, არა, აქედან ვერაფერს ვიგებ. ხო, ვაუ. საოცარი ტუმბოა. ძალიან ბევრი უჯრა აქვს ქვემოთ. ეს საწოლი უბრალოდ მომაჯადოებელია ჩემთვის. ყვავილი და ყველაფერი ზევით. და აქ გვაქვს მისი მაგიდა, რამდენიმე სანოტო ფურცლით. Dietrich and Company, ბრიუსელი. და აშკარად ამ სახლში მყოფი ადამიანები და ალბათ ეტიანიც უკრავდნენ ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე და მსგავს ინსტრუმენტებზე. ისინი ძალიან განათლებულები იყვნენ, ასე რომ ეს ყოველთვის მათი ცხოვრების ნაწილი იყო. ლამაზი სკამიც არის აქ კუთხეში. როგორც ხედავთ, ყველა ნივთის სახლში, რომელსაც ღირებულება ჰქონდა, მაგალითად ამ საათების შიდა მექანიზმები მოპარულია. და მესმის, რომ 7 წლის შემდეგ ხალხი აქ შემოდის, ამას ხედავს და ფიქრობს, რომ შეუძლია გამოიყენოს. მაგალითად, ამაზე ზემოთ ალბათ რაღაც სახის ქანდაკება იდგა. ალბათ იყო მაშინ, როცა აქ 7 წლის წინ ვიყავ, მაგრამ ეხლა მოპარულია. ცოტა სამწუხაროა, მაგრამ მესმის. აქ გვაქვს მარმარილოს ბუხარი ჩაშენებული სარკეებით ზემოთ და ჩვეულებრივ აქ კიდევ აქვთ კარის ზემოთ ან ბუხრის ზემოთ ნახატი. აქაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ტილო ამოჭრილია, ვფიქრობ, და ის ნახატი, რომელიც აქ იყო, მოპარულია. ეს რა ოთახია აქ? არ მახსოვს ეს, მაგრამ ეს გავს მედიტაციის ან ხელოვნების ოთახს.
და აქ სახლში ვიღაცა ნამდვილად მხატვარი იყო. როგორც ხედავთ, მათ ეკლესია დახატეს და ალბათ აქედან, ბაღიდან, რადგან ხედავთ, ეს მათი ბეღელია. ეს ალბათ ჩიტის სახლი უნდა იყოს აქ. და როცა ბაღი მთლიანად გაკრეჭილი იყო, უკანა ეზოდან მთელ ეკლესიას დაინახავდით. ეს საოცარია, რომ ყველაფერი ასე დარჩა აქ. და აქ კიდევ ერთი ნახატი გვაქვს, მაგრამ ამ მომენტში ამას ბოლომდე ვერ ხვდები. რამდენიმე მუსიკალური ნოტი და კიდევ რაღაცები აქ დარჩენილია. ვაუ, რა ადგილია. მათ მთელი დერეფანი ამ ლამაზი ყვავილების ორნამენტით მორთეს, რომელსაც აქ ვხედავთ. ეს ძალიან განსაკუთრებულია. აქ ყოფნას ძალიან მყუდროს ხდის. აქ კიდევ ერთი ოთახია, სადაც საწოლის ქვაბი და ყველაფერი ადგილზეა. საწოლის გვერდით კი ყვავილებია. ამ სახლში რამდენიმე ოთახია. ეს ყველაზე დიდი მამული არ არის, მაგრამ ზომით საკმაოდ კარგია. ვითხოვდი, რომ ეს სკამი, ეს დასასვენებელი სკამი, რომელსაც ველოდი, რომ ეზოში იქნებოდა, რატომღაც აქ საძინებელში დგას. ღია გორჯები. ყველგან ხედავთ მათ სახლში. ეს უბრალოდ ძალიან ლამაზი მოწყობა. ვაუ, არ ვიცი, ეს ნივთიაქ რა არის. გამოიყურება როგორც ქურთუკის საკიდი, მაგრამ ნამდვილად არ არის. შეიძლება ლამპის დამჭერიც იყოს, ან რაღაცა მსგავსი, არ ვიცი. და ეს არის ყველაზე მარჯვენა ოთახი მამულში და ესეც ძალიან მომწონს. რადგან აქ არის ის ტიპური ფრანგული ნიშა კედელში, სადაც ადრე საწოლი იდგა, მაგრამ ეხლა საწოლი სხვანაირადაა განთავსებული, ულამაზესი ფრანგული საწოლია, თავზე ფრანგული კვირკვინით. შეხედე ამას. ეს ხომ ნამდვილი შედევრი არაა? აქვე გვერდითაც გვაქვს აბაზანა, ძალიან ელეგანტური აბაზანა. ეს მშვენიერია. ეს აბაზანა მთლიანად შპალერითაა დაფარული. დღეს საღგონებაზე მყოფი ადამიანი აბაზანას შპალერს არ დააკრავს. მაპატიეთ მათ, ვინც ვიდეოებს უყურებს და აბაზანაში შპალერი აქვს, მაგრამ ასე ვფიქრობ. თუ თქვენ გაქვთ, მითხარით, გაქვთ თუ არა შპალერიანი აბაზანა. დატოვეთ კომენტარი გთხოვთ და გამომიგზავნეთ სურათი ელფოსტით. იმიტომ რომ ძალიან მინდა ვნახო ეს, ალბათ ძალიან მაგარია. და აქ არის კიდევ ერთი სამეცადინო მაგიდა, რომელიც ახლა ძალიან დაზიანებულია, რადგან ჭერი ზემოდან იშლება. ვაუ, ყვავილი და ყველაფერი. ჰეი, აქ უკან საფრანგეთის დროშა მაგარია. და აქ ქვეშაც მთელი მარმარილოს ბუხარია. მგონია რომ ეს იარაღის ბუდეა, ალბათ მსროლელის შოუსთვის. გიჟურად მეჩვენება, რომ ამდენი წლის შემდეგაც ეს მამული ასე კარგად გამოიყურება. მგონია ეს სოფლის დამსახურებაცაა. ხალხი ამ ადგილს ცოტათი მაინც თვალს ადევნებს. გულისხმობ არ გიშლიან აქ მოსვლას, მაგრამ ყურადღებით აკვირდებიან, რას აკეთებ აქ ყოფნისას. და ჩემი აზრით ეს კარგია, ძალიან კარგია. კარგი, ეხლა დროა ვცადო ავიდე შემდეგ სართულზე. და საკმაოდ ფიქრობ, როგორ გავაკეთო ეს. ამიტომ ფიქრობ, ასე მიუდგები ამას, ნახეთ რომ თქვენც ნახოთ რას ვაკეთებ. ამას ასე მიუდგებოდი. კიბეებით არ ავიდოდი, იმიტომ რომ ეს კიბეები თითქმის აღარ არსებობს. მაგრამ აი ისევ გაისმა ეკლესიის ზარი. ამას დავიჯერ, მერე ესე მოვალ და შემდეგ ასე ავძვრები. მაგრამ ამ ყველაფერში სასაცილო ის არის, რომ ეს კამერით უნდა გავაკეთო. უბრალოდ პატარა ცოცვის გაკვეთილს გაძლევთ, თუ ოდესმე აქ მოსვლა მოგინდებათ. მინდა მესამე სართული ვნახო. ალბათ არ ღირს. კარგი, მოდი ახლა კამერით ვცადოთ ამის გაკეთება და ეს კიდე უფრო სახალისო იქნება. უი, კარგი, ხო, აი ესე. ეს უფრო რთულია, მგონი ახლა უნდა მივიდე და კიბეზე ავდგე. კარგი. ჩვენ შევძელით.
და ნახე სად გავართ ახლა. აქედან შეგიძლია პირდაპირ დაინახო, ამ ადგილის გარეთ ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, რაღაცა ზედა სხვენში მოვედით. სხვენში. ვიფიქრე, აქ უფრო მეტი რამ იქნებოდა. შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ ძველი საწოლებიც არის, რამდენიმე სკამიც დევს, რომლებიც ალბათ აღარ სჭირდებოდათ ოჯახში. ხო, მთლიანობაში უბრალოდ ხო, სხვენია, სხვენის სივრცეა, ძველი საწოლის ჩარჩოც კი და ყველაფერი. ალბათ მანამდე, სანამ ბალდახინიან საწოლს დააყენებდნენ, ეს საწოლები გქონდათ. და ათობით მუსიკალური ნოტი ისევიდო იატაკზე. 7 წლის შემდეგ დაბრუნდი და უბრალოდ ნოსტალგიას განიცდი. ახალი ისტორია გაქვს. ვფიქრობ, აქ ისევ ყოფნა საოცარი იყო და იმედი მაქვს, შენც ისიამოვნე. ექსკურსია, რომელიც ამ ლამაზ მამულში მოგიწყვე და ის ისტორია, რომელიც მას უკავშირდებოდა. და ამით ვიდეოს დასასრულს მივუახლოვდი. ალბათ რეგულარული მაყურებელი ხარ, მაგრამ თუნდაც რეგულარული მაყურებელი იყო. და თუ არხზე ხარ გამოწერილი, გადაამოწმე ქვემოთ, რადგან ზოგჯერ YouTube არხიდან გამოწერას გიხსნის. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიდეოები ყველას ნახოს, რათა შევძლოთ ასეთი თავგადასავლების გაგრძელება მსოფლიოს გარშემო. დაახლოებით 70% იმ ადამიანებისა, ვინც ვიდეოებს უყურებს, არხზე გამოწერილი არ არის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი რიცხვია. ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს და ჩვენ გვინდა რომ მილიონ გამომწერამდე მივიდეთ. დიდი მადლობა ყველას ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. მოიწონეთ, დატოვეთ კომენტარი ქვემოთ და მომავალ კვირას კიდევ ერთ შესანიშნავ ექსპედიციაში შეგხვდებით. ნახვამდის.